როგორ ხართ მეგობრებო, მოკლედ ჩემს სახში არასდროს არ არის სიმშვიდე, როცა სამ პატარა ადამიანს ღვიძავს, ასე რომ აი ესე ხმაურიანად შემოვვარდი და დავიწყე ვლოგის გადაღება. ხო, კადრში ხედავთ ჩემოდნებს, იმიტომ რომ ჩვენთვის special ადამიანი ჩამოვიდა. დედაჩემ ჩამოვიდა, მოკლედ გუშინ მოვიყვანეთ სახლში. ეხლა გასულებიერია სიძესიდედრი საქმეზე და ისევ დამტოვეს მარტო ბავშვებთან ერთად. მე ესე ცოტა არაადეკვატურად გამოვიყურები. ძალიან შემეყვარდა ეს heatless curls. და ეს ღამე გავიკეთებ ხოლმე და დილას გერა დღეს მეორე დღეს მაქვს ხოლმე მე დილამეზე და ხო გქონდა გავიშავა, იმიტომ რომ თუ გვიანობამდე და დიდხანს დავიტოვებ ხოლმე მე ჩფეულებრივი პუდელი მართლა რა ხმაურია წარმოცდიან ლაპარაკს ჩამოვიშვი და გაჩვენებთ როგორ მექნება თმები ეს დაიშალოს ახლა მოკლედ perfecto Silenzio o Bruno ესე გამოიყურება ჩემი თმები დღეს ახლა რა ხდება Open it there No again Open it there დღეს მიდივარ გამოვედი ცალკე ოთახში მოკლედ დღეს მიდივარ ძალიან ისეთ საინტერესო ადგილას სადაც არ ვარ არასდროს ნამყოფი და ძალიან მაინტერესებს ხო გასმენთ ეს ამათი ყვირილია სპეციალურად დადგნენ კარებთან და ყვირიან რომ არ დავაწოდონ გადაღება ისეთ დღეში ვარ და სხვათა შორის ამას წეთ კომენტარში დამიწერს მოგონატრა შენი ვლოგები რო იწყებდია დილას ვყავითო მეც მომენატრა ის წყნარი დილები წყნარი დილა რო დავჭდებოდი ჩემთვის ყავას დავლებდი ბრექფასტს გავიმზადებდი მახსოვს ბოლოს როდის ვიჯექი და ისე ვჭამე ეხლა წუწუნივით გამომდის მაგრამ ნუ რეალურად მართლა მასიანი ჩვეულებრივად დგავარ ხოლმე სამზარეულოში და აი ესე ვჭამ ერთ ხელში სანდვიჩი მიჭირავს თქო მეორე ხელში ყავა და სწრაფად ვჭამ მოასწრო თუ დავჯექი მაშინ პატარა გადახდება. ხო და რას ვამბობ? დღეს მივდივართ ძალიან მაგარ ადგილას. ძალიან მინდოდა წასვლა და ამას ტექნიკას გავგზავნე, წავიდეთ მეთქი აქ და ისე მოხდა რომ თითქოს ჩემი ფიქრები გაიგეს ამ კომპანიამ და დაგვპატიჟეს როგორც ინფლუენსერი დავპატიჟეს ოჯახთან ერთად. არის ძალიან რაღაცნაირი უცხო განსაკუთრებული experience და მეც არ ვიცი რომ ჯერ რა ხდება რაღაც ვიდეოებში კი ვნახე და ძალიან რაღაცა არა ამ ქვეყნიური ჩანს და იმედი მაქვს რომ საინტერესო იქნება და მართლა ისიც ძალიან კარგი იქნება და თქვენს ჩემთან ერთად წაიგიყვანთ თან დედაჩემიც რომ ჩამოვიდა დედაც უნდა წავყვანო იმედია მოეწონება მე ხვალ ალბათ ნიუ-იორკში წავალთ იმიტომ რომ შობა და ახალი წელი ნიუ-იორკის გარეშე არ არსებობს იმიტომ რომ მთელი სული და მთელი სახელმწიფო ნიუ-იორკშია და მოკეთ მგონი ძალიან საინტერესო და კარგი ვლოგი გამოგვივა დღეს და დარჩით ჩვენთან ერთად ბოლომდე და წავედი ხო თან ჩამომინგრიეს კარები შვილია და შვილი ეს მე ნახე რა სუსმებ ჩვენა უნაში რა ეხლა უნდა გავიკეთო მაკიაჟი უცებ გადავიწიოთ რამდენი წავისვე ეს ნახე ერთ ვიდეოში ტრეკა ჩემი YouTube-ი რო დავიწყე და მხოლოდ მეიქაპის ვიდეოებს ნუ ძირითადად მეიქაპის ვიდეოებს რო ვდებდი ხოლმე ახლა უნდა გადავიდეთ თვალებზე
მოკეთ ხალხო, ეხლა უნდა გაჩვენოთ ჩემი აღმოჩენა. აი ეს. არასოდეს არ მიყვარდა ეს, რა ქვია, წამწამის ასაფრეხი, მაგრატელი თუ რაც არის. და არ ვიყენებთ ხოლმე, რადგან სულ extensions ჰქონდა და ზოგადად მეგონა რომ წამწამი არ მქონდა. ნუ მართალია არც ისე კარგ მდგომარეობაში მქონდა წამწამები, მაგრამ აი ამ რაღაცამ მაჩვენა რომ თურმე წამწამები მაქვს. ბრენდი არის Surat. თუ და გაინტერესებთ, მე მივუთითებ აქ აღწერაშიც ცოტა ძვირი ღირდა. ეს ის რაღაცა. 36 $. გადავიხადე, მეც არ მჯეროდა ამ დროს რომ ვიხდიდი. კარგი რაღაცა არის, ახლა გაჩვენეთ. ნახეთ, წამწამები როგორ ფეხზე დააყენა. ასე ვიყენებ ესეთ წამწამების სერუმს, რომლის შედეგით მომწონს ძალიან, ანუ იმდენად გამიზარდა წამწამები, გამიხშირა. გამოვიდა ჩემი ნაჩქარები მეიკაპი. ეხლა ცოტა ჩავიცვა და წავიდეთ. გამზადეს და გავდივართ ახლა ესეთ თბილად ჩავიფუთნე. შუქი ამინთე. შუკრიკა. აი ცანცივა და უკვე ფიქრობ გადავიდეთ თუ არა. ყინავს -6-ია, მაგრამ აჩვენებს feels like -12. თან გარეთ არის ეს experience. გადმოვიხო ისე ყინავს. ლუმინა. They're freezing as they step up in the brick. ხარია? თუ არიც ჯერ ახტება. აი მე ისეთ სიო ვერაფერს ვერ ვგრძნო. ჯერჯერობით არ ვიცით რა ხდება. წამ. ახლა კრამე უნდა ავიღოთ ცხელი რომ გავთმეთ გზაში. ახლა უნდა ავიღოთ რამე ცხელი სასმელი, ისეთ სივა. ვიყინები. ხილად ესეთი ლამაზი შუქები. ავის ნახე რაღაცა სფეროა, ლუ. რა დაიჯახო.
მოვედით სახში, ხო ძლივს გავიყინებთ, რაც თქვა -12 იყო გრადუსი და თან ეს ყველაფერი, რაც იყო ეს ყველაფერი experience იყო გარეთ. რაღაცა ტყე იყო და იქ იყო ეს ყველაფერი განათებები და ასე შემდეგ შიდა სივრცე არ იყო და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თბილად გვეცვა და ორ-ორი ფენა ტანსაცმელი გვეცვა, მაინც გავიყინეთ ძალიან ბავშვები შეწუხდნენ ცოტა. ალბათ ციცივისგან არ ვიცი მთელი გზა სანი წუწუნებ და ლაშაც წუწუნებ და მარტო ლუკა გაერთო ლუკას მოეწონა ძალიან. თვითონ სანახაობა მართლა ძალიან ლამაზი იყო. ყველას გირჩევთ რომ წახვიდეთ რაღაცა ისეთ შეძემა გაქვს რომ თითქოს რაღაცა პორტალში შედიხარ და რაღაცა სხვა სამყაროში ხარ. ძალიან ლამაზად იყო ყველაფერი გაკეთებული. თავი მეგონა ავატარის ფილმში რაღაცა ესეთი გარემო იყო. ძალიან მომეწონა დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა ეს პროცესი. ჩვენ კიდე მაინც ვჩქარობდით ბავშვების გამო. არა უკვე ძალიან შეწუხდნენ და ტიროდნენ. და ხო, მოკეთ წამოვედით ახლა სახში ახლა გავთვეთ, ჩაი დავლიოთ, ვჭამოთ. მოკეთ ვლოგს გავგრძელებ ხვალ. Hello. მოკეთ მეორე დღეა გავიყიდე. და ახლა გამოვედით, მიკამ უნდა ჩამოყვანოს სალონში. ჩემთმები უნდა შევიღებო. და მერე დღეს მინდოდა ძალიან ნიუ-იორკში წასვლა, მაგრამ ცივა უზომოდ -8 გრადუსია უკვე ახლა და თან feels like -10 მგონია, ამიტომ სავარაუდოდ დღეს გადაიდება ნიუ-იორკში წასვლა და ხვალ არის 4 გრადუსი +4. იქ რა ვიცი, იქნებ ხვალ მაინც წავიდეთ. და ხო, მოკეთ ახლა წავიდეთ ჩემთან ერთად წაგიყვანთ სალონში. ვაი, მე გაკეთე. ცხალი. გაყინული აი. მოგეუბნებთ -8 გრადუსია ვიგეს, გაგვიყინა. -13. წუხავ. ასე გაგვიყინა წყალი მანქანაში. ნიკა გადავიდა ახლა. ყავა უნდა ამიღოს. ყველაზე სწრაფად ნიკა მიკეთებს ხოლმე ყავას. მეც კი იმდენი ხანი ვაზავებ ხოლმე გემოებს და სიტყვას და ნიკამ ჩის ზუსტად სტანდარტულად რამდენი უნდა ჩაყაროს, რამდენი უნდა დაასხოს რძე და მეთქარ რომ მაგვიანდება, თქო, ერთმანეთს ვარ სალონში ჩაწერილი და ახლა არის 11:03 წუთი. კერატა 12:03 წუთი. ნუ ახლა 5 წუთი ვაპატიებენ. დენი შოკოლადით წავდები. მაპატიე, მივაგვიანებ. აი მყავის გამო ღირს. 5 წუთი დაგვიანება. ესეთ საყვარლები არიან Christmas პიჟამები აცვიათ და Christmas vibe არის სალონში. ვერა სანი იტირებდა სახში რო არ ვიყავი და ჩვენი რა ერთობა მეგოსთან. ნიკას აღარ დაურეკე. წუხლა არ იწინა და ეძინებოდა ეხლა და შემეცოდა. აღარ გავაღვიცა და ფეხით მივიდივარ სახში, აქვე არის, შორს ვერ არის. ყინავს. ზეში არ არის ძალიან სიცივე და ჩრდილში ყინავს. ხომ მეულ სახში 5 წუთში და ჩავახუტები ჩემ პატარებს. მოვედი სახში ჩემს პატაწონებთან და ეხლა ისო გავდივართ. მივდივართ
IKEA-ში. უნდა რაღაცები ვიყიდოთ. ნუ მირტყავ. და ეს პატარა უჩემოდ ერთ ნაბიჯსაც აიდგამს. სულ დედასთან უნდა და დედას არის მოწეპებული, ხა? ჩავიდაბლა. ჩახალდაბლა? არა. ზედა. არა, მედა. რა გინდა? მედა. რა გინდა? რა გინდა? დედას. რა გინდა? დედასთან გინდა? ჰა? დედასთან გინდა? დიდა გინდა? ხო. იმღერება Jingle Bell. რა არ გინდა? ფუჭო არ გინდა? Jingle Bell, Jingle bell. Jingle Bell way. გამოვედი. Jingle bell, jingle bell, why are you? Always all to the shoes over. Jingle bell, why are you? Jingle bell, The way. okay. ფეიქიშულები შესრულებული Jingle Bells. გამოვედით ახლა მივდივართ IKEA-ში. და ვიშოპინგოთ რაღაცები. მოვედით ახლა IKEA-ში. მოგზავნით ჩემს ახალ სახლში. ჩვენს ახალ სახლში. დაწვე. ყველაზე წელს დაწვე ახლა ლუკა წამო. აქ არის სამზარავ. იუკა მოდი დაიძინა უკამ. თელდა ხელში მიჭირავს. ვერ დავდივარ უკვე. შოჯო ხალში. უი ხალში აგიჭირავს პანკარი. აქ რა არის? ადი. კაია. დიდი დაწიკი და დაიძინე მინდი. არა, შეკეთე, მინდა იქიხსნა. ხო. ვიდისით. რა სტრალის საწოლი არჩიეთ. ეს ჩემი მეორე სახლი. ახე, ეჩის ხიათე. დაჭიკი. კაია. ბოში საწოლი. შედი. ახე, სანი მოდი აქ შეწვერი. შოი. მოდი. ჩვენი ახალი მაგიდა. ხა. მოვიდეთ ეგეთ. მოგეთ მეგობრებო, ეს უკვე შემდეგი დღეა გუშინ IKEA-ში. ტელეფონით დამიჯდა, კამერაც დამიჯდა, ვერაფერი აღარ გადავიღე. ასე მოკლედ დავიწყოთ დღევანდელი დღიდან. დღეს როგორც გითხარით, მივდივართ ნიუ-იორკში. ეხლა ბავშვებს უნდა ვაჭამო, მე ცოტა ხანში გავემზადო. და უნდა წავიდეთ დედა და ნიკა ისო გასულები არიან მაღაზიაში. და ხო, მე ჩვენი მეგობარიც მოვა და ერთად წავალთ ნიუ-იორკში. დღეს რაღაცა კარგი ამიჩას და
იმედი მაქვს, რომ ეთბილება და არ გავიყინებით. It's a faster bro. Yeah! We did it! Ჭამე. რული შეჭამა უკვე შენ რა მაგარი ვიყი ხარ. დავი დიდა. No! მოკლედ გავემზადეთ ახლა და გავდივართ ნიუ-იორკისკენ. ჰოვლია! ვაუ! ცივა ძალიან. ბაშოლა ძალიან არცივა და არ გავიყინებით დღეს იმედია. მოდი ჩავჯდეთ მანქანა შეხედე. ეხლა მოვედით მანჰეტენზე ყველაზე მაგარ ქართულ რესტორან არაგვში. სხოლოგშიც გეკნებათ. ჩემს სხოლოგშიც ნანახი ეს რესტორანი უგემრიელესი საჭმელით და ჩვენი უსაყვარლესი ადგილი ყოველთვის როცა მანჰეტენზე ჩამოდივართ, ყოველთვის აქ მოვიდივართ ხოლმე. ჯადი. აი ჩადგეს თანახე? სიძე სიდედრი. სიძე სიდედრი ერთად გადაგიღეთ. გამოვედით ახლა. დაგიღავდა. და ახლა ვფიქრობთ რომ გავიდეთ ნაძისხესთან. ამედვერთ თუ გავაჩერებთ მანქანას ნაძისხესთან, მაშინ მე გასწავლი როგორ წარჩერდებთ და ნახოთ ნაძისხეს. მოვედით სახში. მოვახციეთ. მოკლედ რესტორანიდან რო გამოვედით, გვინდოდა ნაძისხეს ნახვა, მაგრამ მანქანა ვერ გავაჩერეთ, იმდენი ხალხი იყო. და მე გადავწყვეტ წავსულიყავით დაიკერჰეიჩში. გვენახა მორთული, სახალწოდ მორთული სახლები, მაგრამ იქ კიდე უკვე ბავშვებს ეძინათ მანქანაში და თან ძალიან ციოდა გარეთ და ვეღარ გადავედით გარეთ და მოკლედ მანქანიდან რაც შეძალი გადავიღე, მართლა ძალიან მომაწონი ჰქონდათ სახლები, ძალიან მაგარი სახალხო დაწყობა იგრძნობოდა იქ ქუჩებში. აი მე შეუძლებელია. მე
მე რო ლაპარაკს ვიწყებ, ყველა ერთად იწყებს ლაპარაკს. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. ბედნიერების, შვიდობის, ყველაფერს საუკეთესოს მომტანი წელი ყოფილიყოს. მერეც მოგილოცავთ, მაგრამ ახალ წლამდე ვლოგი რომ ვაღარ დავხო. აქვე მოგილოცავთ. და ხო, მოკეთ. აღარ მოლაპარაკებენ მომდევნო ლოგამდე გემშვიდობებით.